რა ბაზარია დაიწყო. ამ ხელა პაუზა გავაკეთე. რატო გავაკეთე არ ვიცი, მაგრამ ესეა ხოლმე რა, ხან პაუზით მინდა შემოსვლა, ხან სიმღერით, ხან ცეკვით, ხან ლექსად. რა ბაზარია. ხო, მოკლედ, ის ბაზარია, რომ რა ბაზარია დაიწყო, 4 შაბათია, სამშაბათობით არის ხოლმე 8 საათზე, მაგრამ დღეს 4 შაბათია, 6 საათი, იმიტომ რომ გუშინ ყველა სპექტაკლი მქონდა, ამიტომ მომიწია დღეს გადმომეტანა. ვეკუას 3A-ში ვიმყოფებით ბაზარში. ეხლა შეგიძლიათ უკვე თუ მიყურებთ სტრიმზე, ბაზარის ოფიციალურ Facebook გვერდზე თუ მიყურებთ სტრიმზე, შეგიძლიათ უკვე ადგენთ და მოხვიდეთ, იმიტომ რომ შეიძლება მოგვისწროთ მე და ჩემს საოცარ სტუმრებზე მე დავილაპარაკებ. მოხვიდეთ, ივახშმოთ, მოიყვანოთ თქვენი მეგობრები, დედები, მამები, ბიძები, ბიცოლები, წაიყვანოთ, მაღაზიებში შეიყვანოთ, იშოპინგოთ, დასხდეთ, მე მიყუროთ, ჩემს სტუმრებს უყუროთ, რა ხდება, რა ბაზარია, ეგ ბაზარია. მოკლედ, ანუ ბევრი რაღაც შემოგთავაზეთ და ეს ყველაფერი შეგიძლიათ. ხო და რაც შეეხება სტუმრებს, თქვენ იცით უკვე ძალიან კარგად და ამის ფუფუნება მე შეგიქმენით, რომ სტუმრად ყოველთვის ძალიან კარგი ხალხი მომყავს. ყოველთვის საინტერესოები არიან. არ მაინტერესებს ეს უინტერესო ადამიანები და რა გავაკეთო? მაინტერესებს საინტერესო, ნიჭიერი, წარმოსადეგი, სიმპათიური, ლამაზი ადამიანები. იმიტომ რომ ყველაფერი ეს ვარ მე. მართლა კი არა. ხომრობ. მე არ ვარ ეს ყველაფერი და ამიტომ მინდა რომ ესეთი ხალხი ხშირად იყოს ჩემს ირგვლივ, რომ ეს ყველაფერი გადმომედოს მე. ხო და დღეს მოვიყვანე სტუმრად, იცით როგორი ბიჭები. ძალიან პოპულარები არიან, აი ბუმი არის ფაქტიურად იყო და გრძელდება. YouTube-ის მაყურებელმა გაიცნო და სერიალით დაგვამახსოვრეს თავი. ხო და როგორც მსახიობებს ისე წარმოადგენენ, თუმცა ერთ-ერთ სხვა პროფესია აქვს, მაგრამ ნუ თედო და Nokia რატო? თედო და Nokia. Sony Ericsson და Nokia არიან ჩემს. თედო და Nokia არიან. თედო და Nokia არიან ჩემი სტუმრები, Sony Ericsson და Nokia. გამარჯობა ბიჭობა. მოგესალმებით, როგორ ახარ და? მე კარგად ვარ და ძალიან მიხარია რომ მოხვედით ჩემთან. ესეთი პოპულარულები, ესეთი ვარსკვლავები. და ცხოვრებაში მართლა ძალიან ლამაზი ყოფილხარ და? მე? ბიჭო, ხო გითხარი, ქერა, ცისფერთვალება. სხვათა შორის მაგრა ფუჭებს, ძმაო, იმენა. და მართლა ძალამაზი. სხვათა შორის ყველას ვეუბნები რომ თუ უნდათ რომ ლაივში მოვიდენ და ნახო სინამდვილეში როგორი ვარ ქერა და ცისფერთვალება. ჩვენ წინა იმიდან ავიღეთ. მე ამჯერო და ეგ წინა იმიდან ავიღეთ და ეს დარწმუნდით ხალხო. ნამდვილად ქერა ყოფილა, აი. და ცისფერთვალების კი ნახავს ესეთი საოცარი. მე მწვანეს უფრო ხედავ მართლა. არა, ცისფერია, ანუ კამკამა ცისფერია. სუფთა ზღვისფერი. ზღვისფერი, ჩაიკარგებით დღეს. გაფრთხილებთ რომ დღეს ჩაიკარგებით ორივე ამ ზღვისფერში, მაგრამ რაღაცნაირად ალღები დაგვახრჩოთ. დავიხრჩოთ. მოტოკეთ თავი. დავიხრჩოთ. თქვენი ნერვი არ მაქვს. ვერ მოვთოვ თავს. მაგითა შებოჭილიებზე. და მადლობა მოწვევისთვის და სალამი თქვენს მაყურებელს. მადლობა. სულ გვინდოდა აქ მოსვლა უკვე, რაც ეს გადაცემა დაიწყო უსინისა. ხო გვინდოდა მოსვლა. ბიჭო, ნუმრევ ხოლმე შენ რაღაცას. აუ, წეღანას ეუბნებოდა რომ შენ ნუმრევა და ნუმაკვეტებ ყველაფერში და საერთოდ ჩემსაგრად ულაპარაკობ. მე ვიცი რომ შენ ჩაგესხვის რამას ჩიკვაძის ხმა. მე რამას ჩიკვაძის ხმა მე ვიცი პერიოდულად ყოველი გადაწყვეტილების წინ ჩაესხვის. ყოველი რთული გადაწყვეტილების წინ. სოლიც რომ მოყავდა თავის საკეთებელი უნდა აკეთო. რამას ჩიკვაძის ხმა ჩაესმოდა. რაღაცა ვთქვი და ამიყოლეს მეგობრებო ძალიან მე მგონი გავთვითცნობიერდები. შვილიც რო შეძინა რა სახელი დაერქვი, რამაზ მოუკანა ხაზი. რამაზ არ დაარქვი? არ დაარქვა. ორი რამაზი. სერია მოკლედ უსაშველოების გამოსვლის შემდეგ რაღაც მეგა პოპულარულები. გავხდით სექს სიმბოლოები, ქალაქის სექს სიმბოლოები. ქალაქის სექს სიმბოლოები და არა მარტო რა რაღაც. იდეების სიძახის. ხო და აი გეშველათ ამის შემდეგ რაღაც პოინტში თუ არა? აი, ნუ აუ ეხა უფრო მეტ ფოტოებს იღებენ ჩემთან. Just ფოტოები? ეგ არის, თუ მაგას შველად. თუ მაგას გეშველა ქვია? რა თქმა უნდა სიამოვნებაა. ხო. შემოთავაზებები, რაღაცეები, ჯიბეს დაეთყო ეს ყველაფერი თუ არა? აი, ნუ გია იმათავა რა გია. გია, თქვი რამე? ნუ რავი, აი მაგიტომაც დავიწყეთ რაღაცეები YouTube-ზეც გადმოვერთეთ ის და ნუ ძირითადად ეხა ჩვენ რაც ეს ცოცხალი ლეგენდების კონტი რაც გავაკეთეთ, მაინც არის კომპანიებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ვაკეთებთ რეკლამას, რა ნუ სერიალი რეკლამა, კინო რეკლამა, ესე რომ ვთქვა და შესაბამისად კომპანიებზეა დამოკიდებული. კომპანიებო, გაიგე. კომპანიებზეო.
და ის არის კიდე, ანუ ცალკე იმას რომ პროსტა ინფლუენსერებად რო ვიყოთ, ცოტა არ თანხდებით ხოლმე, განა იმიტომ რომ არ უკადრულობთ. ხო. არა, არ თანხდებით ხოლმე. ჯერჯერობით ხო ეგრე იყო და ეხლა რავი კრიზისები მოდის. უსაშველოა რომ გამოვიდა რამოდენიმე სირცხვილი მაქვს. რა სირცხვილები გაქვს? დავთავ. რამოდენიმე რაღაცები. შაურმას გვიჭამია და რაღაცა. შაურმა მეც ვიჭამე ხა ხო რა მოხდა მე? არც არაფერი, არ განვიკითხავ. ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს. არა ვარ, ხო, არა, ყველა ჩვენი საქმე, ყველამ თავის საქმე. არ უბრალოდ რაღაცა რომ არ მომწონს, არ მინდა. აი ძალიან დიდი ფული რო შემოგთავაზოთ. ძალიან ცუდი პროდუქტის დარეკლამებაზე. მაგალითად რის? რას? მაგალითად რის? აი მაგალითად ქალის საფენები რო დაგარეკლამებიდან ძალიან დიდი ფული რო კაცო, რა პრობლემა? დედური გამოცდილებით, აი დედას ვითამაშებ, აი. აი ცუდი ხარისხის პროდუქტია, რომელიც არ მოგწონს შენ, აი არ მოგწონს რა. ხო დიდ თანხაზე იყო ეხლა. აი ძალიან დიდ თანხაზეა ლაპარაკი. თანხდები? და ვიტყვი მაგას. რა სიტყვა? აი ვიტყვი რა, რომ აი ძალიან დიდი თანხის არა, მაგის ფულსიფლება არ გექნება. არ მინდომა ეხა კარგი ცხოვრება. მერე ჩააბარე წლების მერე ახსარება რომ მაშინ ვიტყვი რომ მე მომწონს ძმაო. მე მომწონს, რამაზი არ გაუშვებს იქ. არ განუმოდი. ნუკია. გისმენთ. ხშირად გაიგივებენ პერსონაჟებთან. მე მაგალითად ერთ-ერთ სერიალში რომ ვთამაშობდი 3 წელი, 3 წლის განმავლობაში ჩემი საკუთარი სახელი აღარ გამოჩნდა. აი ხა მეც რო დაახლოებით ეგრე ხართ ახლა? იცი როგორ არის? ხო უცხოებისაც სპარტაკაგონი ხარ და მეძახის რა, ეგ არის რა და აი ხა ნენელა რაღაცები დაიწყო. სახელითაც მე რო დაინტერესდნენ პერსონაჟი თვინ არის, უკვე სახელითაც დაიწყეს რა, მაგრამ აი ჩემ პერსონაჟთან რომ მაიგივებდნენ ხო, ყოფილა იქ, იმიტომ რომ აი კახეთში ვიყავი, ბავშვები იყვნენ რა, ჩემი რაღაცა 14-15 წლის და გამიყვანეს და აუ მართლა წოვო? ესე მკითხეს ერთი 15 ბავშვი ეკლესიის ეზოში ვიჯექი და მეთქი ხა გადავხედე ასაკს და მეთქი ხა უეჭველი რა უთხარი? არა, აბუხსენი ყველაფერი რომ აი დავაყენე ბავშვი არა რა მე ცხოვრებაში თუ ხარ მეთქი თუ გინდა შენი ნება მეთქი და უნდა გააკეთო. გინდა ის უნდა აკეთოს ცხოვრებაში. ახეთში თან სად ვიყავით ის მიშველეთ სად გაგიყვანეს და სად ეკლესიის ეზოში ვებაზრებოდი წოვაზე ბავშვებს მაგრამ ნუ გამართლა რა. ანუ სწორი ინფო მიეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად დაულაგე ყველაფერი. ამისთვის ძალიან დიდი კომპლიმენტები შეყო კი ის არ მიქნია რომ შენთან რა ხდება? ნუ ეხლა ძალიან ბევრი მაიგიოს და გონიათ რომ აი საქმეებსაც გადაუწყვეტ. ანუ გონიათ რომ დაალაგე ბაზარია, სიმონ და რაღაცეები. ანუ მართლა გონიათ რომ სადღაც ზაკავა რაღაცეებში, მაგრამ არა მეგობრებო. ნუ კია ვარ, რომელსაც ძალიან ბევრი რამის ეშინია. ხო, და არის ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, აი ძალიან ჩვეულებრივი. უბრალოდ კარგად ეს ისიც ნიშნავს. ეს არის კომპლიმენტი იმ ადამიანებისგან, სხვადასხვა ამას ვერ აღიქვა. კი ბატონო, მაგასაც. კომპლიმენტი იმდენად დამაჯერებლები ხართ ამ პერსონაჟებში, ამ როლებში, რომ სხვანაირი ვერ წარმოუდგენი ხარ. ანუ უბრალოდ ვერ ხედავ. კი, მე იქ რაც ვქენი ცხოვრებაშიც თითქმის რაც გამიკეთებია ის გადავიტანე ცხოვრებაში იმ პერსონაჟში. გადაიტანე? გადაიტანე კი არა, იქ ითამაშა, რასაც აკეთებდა თორე. ანუ ესე იგი შენ გავხარ შენ პერსონაჟს? არა, ანუ საქციელები რაც ვქნია, ნუ აი მე რომ მსახიობი არ ვარ. ხო, შენ ხარ რეჟისორი. ინტიმურ გარემოში გავს. ცხოვრების გამოცდილებებით გადავიტანე იქ რაღაცა სცენებში. მაგრამ შენ ხო არ ხარ ახლა ის პერსონაჟი, ხარ რასაც გიყურებ, არ გგავს არა, ხო ეგრე. ცხოვრებაში ბევრად სევდიანი ვარ და ძალიან ღრმა ადამიანი ვარ და ბევრი ტკივილები გამომივიდა. ისინი მე არ ჩავიკარგო შენ თვალებში, შენ კი არა. მეც ისა ზღვა არ ვარ, მაგრამ ისეთი ტბა მაინც არის. ტბა არის რაღაც მოგბებული. ხო და არა, არ ჩავიკარგები ყველანაირ ერთვესტები, რომ არ ჩავიკარგო და საერთოდ თვალებში არ გიყურო რა. აუ რა სად იმოსქენი. აი დაბლავხრი ხოლმე რომ პერსონაჟებში რა თვისებები გაღიზიანებ? პერსონაჟებში თუ გოგოებში? არა, შენ გოგოებზე მერე გადავალ. ოკეი. ჯერ შენ და მერე ნოკიას ვკითხ. ნოკიას და ჯერ Samsung-ი კი მიზახის მერე ნოკია. ჯობია, ხო. აუ ჩემს პერსონაჟში ალბათ რა თვისებაც მაღიზიანებს და რაც რისი შეცვლას დავიწყე ცხოვრებაში, რომ არის ის, რომ აი ტყუილად რო თავს განაწყობ. უეჭველი მაგარი გამოვა, ძმაო, აბარა, აი ფუჭი მოლოდინების შექმნა მაღიზიანებს, აი არ მაღიზიანებს პერსონაჟში, მაგრამ ალბათ თვითონ რაც ადამიანში რაც ხო იმედ გაცრუებებამდე რომ იყავხარ ალბათ ეგ ფუჭი მოლოდინების და განწყობების. ხო, მაგრამ აი ნახე ცხოვრებაში რო გადმოიტანე, ახლა ხო ძალიან პოპულარული ხარ, ყველა გიცნობს და უკვე თავდაჯერებული ხარ, უფრო მეტად ვიდრე იყავი. გინდა არ გინდა ეგრე არის. ანუ
გინდა არ გინდა ეგ. ნუ აი ხო. აი ეხლა ხო გაქვს ის პონტი რომ აი ეს რასაც ჩავიფიქრებ ეს უეჭველი გამოვა. ანუ არ გაქვს. არ მაქვს მე აი ძალიან დავითრგული. მე ძალიან ვიმუშავე. მე ძალიან ვიმუშავე ჩემ თავზე რომ მეთქი არ აყვი ამ იმას ამ პოპულარობას და რაღაცნაირად ის იყო რა. ანუ მართლა არ ავყევი. ვთილობ რომ არ ავყე, თორე როგორ არ ყვევი. ესეც სადაც ანუ აყოლას რა კუთხით იძახი რომ თავში აგივარდეს? აი, პოპულარობა შენს კარგად იცი რომ რაღაც ძალიან ბევრი შემოთავაზებებია, გარშემო ყველას უფრო უნდა შენთან ერთად ყოფნა, ყველას უფრაზეც ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. დაჟე კლასელებმა დამპატიჟეს, მეხუთე კლასიდან გამომაგდეს სკოლიდან. ხო და იმ კლასელებმა სამწუხაროდ და ხო. და იმ კლასელებმა არასოდეს ანუ შემოთავაზებაც კი არ ქონია დამპატიჟეს. და თქმა უნდა, ეხლა ვარსკვლავ კლასელთან შეხვედრა. არა, ნუ ეგ არა, ეგ ამბიციები არა მაქვს. მადლობა გმირს, მაგრამ ჯანსაღი ამბიცია უნდა კონდეს, მაგრამ არ უნდა გააღიზიანო. ხო, ნუ ჯანსაღი თუ არის ალბათ, ხო, რაღაცები მაგრამ კი, რაღაცები გაადვილა. ხო. თუ კარგად არის, აი, სადღაც რომ მიდიხარ და აი, შენ რაღაცა გინდა თუ არა, პიროვნების ახსნა რო გიწევს. ეგ უკვე აღარ გინდა ლაპარაკი მან რა, რაღაცა გადადგმული ნაბიჯია წინ რა. შენ რა გააღიზიანებს? მე მაგიზიანებს ზაკასი ანუ აი მეგოინება უფრო სწორედ და მაგიზიანებს ხო აი ქალთან მოპყრობის ამბები აი პერსონაჟი აი დანას რო ჩუქნი და მე გითხრას გოგო მთებს გადავდგა აი ხო ეს ყველაფერი შენი ეს ყველა ვარსკვლავი შენია აი ხო აი მსგავსი მიდგომა ხალთ არა რამდენია ეგეთი ხალხო ბევრია და ნუ გირჩევთ რომ არ იყოთ ეგეთები რა მეტი რა გავაკ რა ვიცი. ცხოვრებაში რატო დამეგობრდით? რა გაქვს საერთოდ? ცხოვრებაში რატო დავმეგობრდით? ვაფშე არ გადამიწყვეტი ამასთან ესე ანუ ისე მოხდა. ანუ არ მეგობროთ და მოვიგონო. სტუდიაში დავდიოდით არტ-ჰოლში. არტ-ჰოლში დავდიოდით. 12 წლიდან ვეძმაკაცები. გოგასთან პიპინაშვილი. ორმაგად მიყვარხარ. მოკითხვა. ჩვენგან. გოგას პიპინაშვილი. ლავიუები ბევრი. და მანდ გავიცა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრის ხო ეს თქვენი დამსახურება გოგა ლავიუები ბევრი ძალიან მაგრამ მიყვარხარ და თქვენი დამსახურება აი ხა მე აი კაი მითხარით ერთმანეთში აი რომ მეგობრები ხართ მაგას მიხ აი ერთმანეთში რა გაღიზიანებთ აი შენს თქვი გულწრფელად და შენს თქვი რა მაგიზიანებს რა გაღიზიანებთ უწრფელად რო თქვა აი კანდა აი რაც მაგიზიანებს ხო თავიდანვე ხო დავაფიქსირე ეგ რო აი ანუ ჩვენ პერსონაჟებზე არა თქვენზე მე არა ნახე რა შვები რო ჯდება სადმე და რო იწყებს საუბარს აი მე დანუკიამ კაროჩე ეს ვქენით და მე არაფერ შუაში არა ვარ ანუ არ ბიჭო მე არ ჩემში ვაერთიანე პასუხისმგებლობა გადამაგე ჩათვალა რომ მე თან პლუს მე და თედოს მეგობრობა რატო არის განსაკუთრებული რა 70% აზრებში არ ვეთანხმებით ერთმანეთს მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს და ძალიან ესე კოაპიტაციაში თანაცხოვრებაში ვარ ხო რა ეს რაღაც იცით აი როგორ არის ხოლმე აი 12 წლიდან რომ მოდივარ და მოდივარ მე შვილიც მოუნათლე და ძალიან გადაჯაჭვურებული ვარ რა არის ყველაფერი მიყვარს და არის რომ ყველაფრით მაგიზიანებს მომენტები როცა გვაღიზიანებს ვიცით რომ ერთი კვირა უნდა გავაკეთოთ აი დაშორებები გვაქვს კვირიანი რა ოღონდ მეტი არ მაქვს ოღონდ ამ ერთი კვირის მერე რომ ბრუნდებით აი იგივე ადგილიდან 25 წუთიანი გაუცხოება რო გაქვს ხო იცი აი 20 ხო მაინც არის ხოლმე გაუცხოება რაღაცები არის რაღაცა მოსავალე მარტივად ამასთან შევდივარ ეგრევე და იქ ვიჩიტები მაგრამ ნუ კაროჩი მაინც ისე ღიზიადებით ერთმანეთს რომ ერთი კვირა ისვენებთ არა ხო თავისთვის არ სუთედო არავის არ უსულებს სუნუკიასაც არავის არ უსულებს რავი რა შესვენება სადღაც საჭიროა რა ყველგან და უხერხულ სიტუაციებში რა ხდება ხოლმე თუ მოხვედრილ ხარ მე ძირითადად მოფლიანდები და წითლდები და ეს იცი აი ესე იცი აი რაც ეგან მოხდა რა კაი შენ უკვე სიოკლე და რაღაცები ვეცი შემთხვევით მეც ამეკენწლე იცი რა მაინტერესებს გოგოებს შენ ვიცი რომ დაოჯახებული ხარ კი ბატონო გავიწიეთ რა ხდება გოგოებში გიждდებიან ჩემზე ჩემზე გიждდები მართლა მაინტერესებს რაო გოგოებმა არაფერი კაცო მე არა ყველაფერი ეგ რაც მინდა მაგრამ მე გადავწყვიტე ეგრე რომ აღარ გავერთო ანუ ესე რა და სიყვარული არის ჩემთვის პრიორიტეტი ავირჩიო სიყვარული ეს ეღალაპარაკოდით ადამიანთან არჩევანია თუ გძნობა კაცო სიყვარული ავირჩიო აი ეხა გეხვეწები ეგარ დაიწყო აი წერა ჩემი აზრით ცოტა არჩევანია ნო რა დაიდა აი მე მინდა რომ აი ეს გოგო
იყოს ჩემი სიყვარული და გიყვარდება, არ გიყვარდება? შენი საწოლი და ოთახი ხო შეგიყვარებია შენი? არა. მე კი შეგიძლია ყველაფერი შეყო. არ შეგიძლია, ადამიანის შეყვარება რანაირად შეგიძლია. სიყვარება ოჯახის წევრია. ძაღლის სიყვარული, ძაღლის სიყვარული სხვა არის და ქალის სიყვარული ნებიანად კიდე სხვა არის. არა. შეიძლება ძალიან გიყვარდეს, მაგრამ არ გინდებოდეს ეს თავიდანვე ხალხი, თუ არ ანუ რაც ეძახი რომ თავიდანვე თუ ადამიანთან ეს გძნობა რომელსაც შენ ვერ მართავ თუ არ გაგეჩი და ეგ არ არის სიყვარული. მე აღარ გაიჩი. დიდი შანსია რომ არ შეიძლება გაიჩიტოს. მოდი დიდი შანსია რომ არ გაიჩიტოს. მე ავირჩევ. აი, მაშინ გააკეთე განცხადება აი იმ კამერაში, როგორი გოგო არ ვიცი ჯერ, არ ვიცი, როგორიც მეგონა რომ მინდოდა არ გაამართლა მაგ მოდელმა, ეხლა დავიწყეთ ახალ მოდელზე მუშაობა. ახალი მოდელს ვეძებ. და ჩაეშვება იმ თვიდან სატესტო ვერსიაში და შევხედოთ რა. ანუ არ ვიცი ისი როგორ არის, ანუ ამინდა, შეჭება ქალების კორეანტელი წამოვიდე. არა, შენ არ განიშნე, ჩემ პროდიუსერს ვამიშნე. რა ვიჭერი. ნუ გეშინე. ის იყო, ხო, ანუ ჯერჯერობით არც ესე, კი ამ სერიალმა რომ მით უმეტეს იქ ქონდა ყველაზე თამამის სცენა რა. ხო. სერიალში და მაგ თამამის სცენის მერე მაგრამ ეს თამამის სცენა როგორ ითამაშეს? ძალიან ჩვეულებრივია. უპრობლემო. ჩავიმუხლე და აი ძალიან ძალიან მარტივია. ძალიან მარტივია. ჩაიმუხლა და მორჩა. თვალები დაუხუჭე და მე მეთქი რაც იქნება იქ. რაც იქნება იქ. და იყო ის რომ ანუ ეს რომ ვითამაში აი აატყდა უცბად ინსტაგრამზე რომ აი ეთყობა იაფარულავ რომ სიყვარული ვენახში ითამაშა და როგორც იმენა კაცი იაფარულავა გავიჩიტე აი გოგოები როგორ აი რა იყვნენ იცი რა მე ეგეთ გოგოს სახში ვერ შემოვუშვებ რა აი მე შენ არა დედა შენი ვერ შემოვუშვებ საკარგად შემოვუშვებ არა ხუმრობ რას არ შემოვუშვებ სახე ხო ნახეთ ჩემი აი პროექტი გრძელდება შემოვუშვებ ანუ რა თქმა უნდა ყველა კარგი თავარია სიყვარული თავარია შენ იყო კარგი რას ბაზრობ საერთოდ ისიო პროექტი გრძელდება გაგრძელდება სერიალი აი ჩვენ ძალიან ბევრი პროექტები გვაქვს რომ ხო მოდი ახლა მაშინ უსაშველოებს გულის უსაშველოები რა თქმა უნდა გაგრძელდება და უახლოეს მომავალში რაც ვიცი მაგას გეუბნები ზუსტად უახლოეს მომავალში მეც მაგას მეუბნებიან რომ აი მალე შეჭი მოგენატრად ეს ადამიანები მომერა რამდენი სერია იყო? სეზონი რამდენი იყო? 6 სერია იყო. 6 სერია იყო. ცოტა ერთი სეზონი. ანუ მეორე სეზონია საჭირო სასწრაფო. მეორე კინო გამოდის. კინო გამოდის? გადაიღეთ უკვე? გამოდის არა, ანუ კინო უნდა გადავიღოთ. ანუ კინო უნდა გადაიღოთ, სერიალი აღარ გაგრძელდება სერიალი. სერიალი უკვე კომპანიებზეა დამოკიდებული. სერიალი უკვე კომპანიებზე დამოკიდებული. მე მესამე. რასელოდებიან კომპანიები, ვერ ხვდები ესეთი რეიტინგი. კი ბატონო, თუ ვინმე სურველები იქნებით, უსაშველოებს დაუკავშირდით. ეხლა გადავიდეთ სად დაგენძრაზე. ხო. YouTube არხი, რომელსაც ფანტასტიკური სახელი აქვს და ყვებიან სად დაენძრათ. ადამიანებზე. ადამიანებს მოდიან და ყვებიან სად დაენძრათ და მოდიან და ყვებიან. აი, სხვათა შორის, ყველა მეუბნებოდა რომ ეგ სახელი არ დაარქვა, რომ გაგიჭირდება სტუმართან მოპატიჭ. რაბაზარია, წარმოვიდგინე, რაბაზარია რუსკა რო გიწევს, მარტივად მიდიხარ, იმიტომ რომ იქ სილაღე დაგხვდება და ეხა სახელის გამო ხო იცი ქართველებთან თან. აი, რასად დაგენძრა? ანუ ჯერ აღიარებს რომ დაენძრა და მე მოდის გაიგე და მანდ ეჭოჭებათ, ხდები? ანუ ეგ არის რა. ანუ პონტი უნდა განძრევა მეტამორფოზული ამბავია. უნდა კონდეს რაღაცნაირად აღიარებული, აი რა. რომ სადღაც დაენძრა. რომ სადღაც დაენძრა, მაგრამ რაღაც მეტამორფოზად, ანუ გადახარშა და თავის გამოცდილებად დადოს. ანუ კონკრეტულ ისტორიებს ყვებიან თუ აი დაენძრეული. იქმა როგორ, აი იყო, აი კონცეფცია არის ეგეთი, პოდკასტი არის ეგეთი, რომ ადამიანი რომელიც წარმატებული იყო და მე დაენძრა და გაქრა. და სად იყო ამდენი ხანი რა? ანუ მე ვერ მოვდივარ ჯერ ესე იგი სტუმრად. აი ეს რო არ YouTube რო არ მოგეხოდა შეიძლება. არა, შანსი არა. მაინც არ დამენძრეოდა, ჯერ ვერ დამენძრევა ვერანაირად. მაგრამ წარმატებული ადამიანები YouTube-ის მოხდვაზეც არ არის, короче, ანუ. იცი როგორ არის? ეს დაანძრევაც აი აუცილებლად აი მართვაკიების აი რა. მე კიდე მეგონა რომ მოვალ სტუმრად და მოვუყვები რამე დებილური ისტორია. მოდი მე რა პრობლემა. არა, ეხლა კარიერა თუ დამენგრა ყველაფერი თუ ჩამომენგრა. აი სადღაც ეხლა რაღაცებში არ დაგებრო ცხოვრებაში არ და სადღაც რაღაცებია არცად. უკან დაიწიე. ხო. და ესე იჯექი. მართლა კი რა, პროდიუსერმა. ნაძირა. არა, ჯერჯერობით რა ვიცი, ღმერთის წყალობით ყველაფერი ნორმალურია. მერთმა სულ ესეთ ხო, მაგრამ ნახე რას ვამბობ. ეს არ არის აუცილებელი ეკრანებზე იყოს დაკავშირებული და რაღაც ცხოვრებისათვის სადღაც ჩავარდნა ხო თქო. კი, როგორ არა. და ამიტომაც რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ამ სტუმრები ვინც მოიწვიეს აი ტიგინათი რაღაც თიკა ჯამბურია ყავდა რომ აი კარგი რობიკუხიანიძე რომ რაღაც კარგად ახსნეს რომ თავისი კალაპოტიც მისცეს დრამატურგია ამ პოდკასტს და
ეხლა ცოტა ხანი პოდკასტიცაც დაენძრა, გაჩერდა. ჩვენ მართლა უსაშველოებია. 1-2 თვე არად დაენძრა, იმიტომ რომ რაღაც ჩვენ სხვა პროექტები გაქვს და გადავერთ. აი პოდკასტი უნდა აკეთო, რაც ისე აი მაგ პოდკასტის საოცრებო სტუმარი ვინ არის? აი საოცარი. ძალიან მაგრა ვინ გინდა რომ მოვიდეს. ეგ შენი ფიქრე შენ ლოს. აუ, ეგეც შენია ეგ პოდკასტი და აუ, ეგეც საოცნებო, არ ვიცი, მაგრამ აი ვიღაც ტოპ ტიპი რო იყო და მაგრა რო დაენძრა. აუ, სულ პოლიტიკოსები ყავს ეგეთი და თან არ მინდა რომ მაგას მე მგონი ძალიან თან არ მინდა რომ განზეულია. არც ერთი პოლიტიკოსი მოვიწვიო, კაროჩე, მაგრამ ბიჭო, აი ძველი შეიძლება. აი, კაცო, მაგრამ მინდა გიგა მიქაბერიძის მოყვანა სტუმრად რა და ვერა და ვერაფრით ვერ გავედი და ასევე მეორე ყველაზე მეტად მეც მინდა არის ზურა ჯიშკარიანი. იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ის და ცოტა აი დიპ, ანუ იუმორით ყვებით ღრმა თემებს. კი, ღრმად და შლით და კაროჩ კარგად მიდის საუბარი. საუბარი. იუმორით უკვე შენს გადახარშულზე და აი მაგორ ადამიანთან დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ. იქნებ მოისმინონ ეს ჩვენი დღევანდელი რა ბაზარია. ღმერთმა და მე სადაგენძრაში ღმერთმა წოვიდე. გისმინოს. ღმერთმა გისმინოს. მეთო, ანუ ღმერთმა გისმინოს. რამას ამას აქედა რამას ჩაყრის. ამინ ხალხო, ამინ. კიდევ კაი გადაცემის გარეთ ყველა ვთქვი. ჩვენი კიდევ კაი გადაცემის გარეთ ყველა ვთქვი რამაზაზე. ველაპარაკები. მე და ჩვენი რამაზი ყავს კაცო. ვაი. ამინ. ღმერთი აი რა ჰეითერებზე მაინტერესებს როგორ რეაგირებ. რისეთერ? ჰეითერებზე. აუ. თავიდან ჩამაგდო საწოლად ერთი. კაროჩე მე დავიწყებ. საწოლად ჩაგაგდო, მიდი რა. მე დავიწყებ. დაიწყე. მოიცა ინერვიულე ჰეითერებზე? არა, ნახე რაღაცა გადავიღეთ ცოცხალი ლეგენდებიდან, რაღაცა მანამდე ხა ისეთი არ მოდიოდა რა უსაშველოებზე უბითხავ რაღაცა. ხო, არ მოდიოდა ძალიან. ანუ ესე რომ ვიღაცეებმა რაღაც კომენტარებში ძალიან ვიღაცა იგინება, ვიღაცა ის, მაგრამ ეს რაღაცა გადავიღეთ და ის ანუ ეთყობა ეს რაღაცა ბალახთან დაკავშირდა, ეს რეკლამა პლუს რაღაცა გინებები, შმინები რაღაცა არ ვიცი. ვის გაუკვირდა გინებები ხო საქართველოს? კომენტარები ვნახე, რუსიკო. რუსიკო კომენტარები ვნახე, კიდევ გავდი, აი. რუსიკო. ბიჭო, საიდან მოგდით? ეს აზრები გენაცვალოთ ჩემი თავი, მაგრამ უკვე რეაქცია აღარ აქვს და ეხა ნახე რა მოხდა. ეს ხო წავიკითხე და დავნადგურდი რა, რომ ეს კაი აღარ რამაზი ჩაგეშო. ბიჭო, თელი ცხოვრება ყველას უყვარდი. რატო? აი ვიდ რატო მაგთან ბიჭო და მე უხერხულება ისე მაგინებენ რომ აი გაუჩე და აუ თან მეშინია. როგორ დაგცილის შეხ. ვინმე რამე არ ჩააკითხოს დედა. ძალიან მაუხერხულა. ეს მე პირველი ნერვი. ძალიან უხერხულად ვარ და ურეკავ თედოს, რომ მეთქი თედო, აი. რომელსაც მაგრა ახლა. ოღონდ ურეკა ერთადერთი კაცია, ვისაც მაგ თემაში ჩვენ გვაქვს ჩასმილი ყველაფერი და ბაზრობთ რა, რაც არის ჭეშმარიტება და ტუალეტიდან ლაპარაკობთ. ვითხოვდი რა ჩვენი წამარო ორივე უნიტაზები თედოს და აი ხო. ზემოური საუბარი აი პირდაპირ მასში უნიტაზი. აი ესებზე. აი ეს ურეკავ და პროსტ აი რო შევხედე ტელეფონს, ეგრევე ხელი ჩამოუშვა და არა უშავ, შეჩემა რა. აუ, ის ისე დღეში იყო. მეთქი შენ ძმობას მიცხოვარ, მაგას არ არის. ეგ ბიჭო ყველა ბევრი ეგ. ეგრევე მანდ გავიჩით, ოღონდ მართლა რა, აი ესე ურეკავ და რო ხალხი ამას. ეს იყო რაც გაფიქრე. გვამუნათებდა, იყო ჩემი მოფიქრებოდა პასუხისგებლობა. აუ, შენ ქონდა სანერვო. რაზეც ჰეითი და წავა. მეორე ჩემზე რა იყო, რომ სახლში მივდივარ და რაღაც ბიჭო პოდკასტში ვიყავი ნაკავართან და იქ ვილაპარაკეთ ჩემ დამოკიდებულებაზე. მიცი. მივდივარ სახლში და დედა ჩემი ზის აი ფერწასულია და რაღაცა ჭირს რაკას და ისე თედო შვილო აი ამ დამოკიდებულებაზე აღარ ილაპარაკო რა რატო მეთქი რა და არაფერი და აი ფერი არა აქ ვიცი შევიდა საშტე ეს გავხსენი ეს ვიდეო და აი პირველ კომენტარს ხსნი და ხო იცი ყველაზე მეტი ლაიქი რო აქვს და ტოპ ხო ერთი 2000 ლაიქია კომენტარს შენს დედას ვთხარენ არის ვაიმე ხმერწა შემიშველი. და კაროჩე სად იყო იცი დედა ჩემი წნება იმენა თან როგორი მოწიწებით შილო პირველად მეხერო კომენტარი რა გითხე რომ გეხვეწები მაგას აღარ ილაპარაკო შუ თან ფერი არა წნე აი კაპლის ფანტასტიკურად მიუდგა ამ ყველაფერს და კაპლის სუნები და იმდენი დამამშვიდებელი დალია რომ უბრალოდ აღარ კი კომენტარი ნახევრად ახდა რა კაროჩე რა ხო რა დებილი ხარ
აი მაგაშიც გეთანხმებით მე ავწახე. ვახ, ბიჭო. აი ეს ვეღარ გამოიჭრება. თქვენ შორის რომელი უფრო მატყუარა, მაგრამ ჩემი აზრით შენ. მაგრამ თქვენ თქვით. რატომე? ეხლა ვცდილობ რა, რომ არ მოვიწყო ვიცეს რა. ეს არის წესიერი. ბუნჩულა. ბუნჩულა კი არა, ბუნჩულა. ბუნჩულა. ნამდვილად, აი უსაყვარლესი, იცი როგორი კარგი პიროვნება არის. აი ვიგონებ. ძალიან თბილია. ვიგონებ. არა, ბუნჩულა. არა, მართლა შენ აწითლებ სულ შენი კრეტინიზმი. თამაშობს, მოიგო. არა, წეგანთან როგორ დაიწყო რა თან დღეს ხო გავიცა ეს შორი და ხოვის და გაჯდა აქ და რაღაცა დაიწყო ლაპარაკი და 2 წამში გაუფუჭა ყველაფერი არა, იმიტომ რომ აი ისეთი ის თქვა რა. ზემოდან ყოველი ნაბიჯის წინ ზემოდან რამაჭრიყვაზე ჩამწახი. რანა გავიხარ. რანა გავიხარ. просто მაპატიეთ რა მეგობრებო. მართლა ეგრეა. ეცი რა არის ნუ სკაი მაღაზიაშიც რო შედიხარ აი მაიკას რო ყიდულობ ეს არ იყიდო ნუ კი რასიბნელე ეს არ იყიდო გამოგატარის ვერთო მამისმის რა ბიჭო რაღაცა ხმები რაზე ლაპარაკობდით დამავიწყდა ხმები მართლა ჩარეს სერამ მე მგონი მარტო მე დავასკვენი რამაზა ლეგენდარული რამაჭიკვაძის ხმა გონია მოკალე რატომაც ალბათ მგონია რატომ ეცვიდა რომ ჩამესმოდეს აჰო აი ერთმანეთისთვის თუ გითხვამთ ისეთი ტყუილი რომ არ გიღიარებიათ დღემდე რომ ტყუილი იყო არ გონია ერთმანეთის თუ გვაქვს რამე ისეთი ტყუილი ხო რა აი ანაღიარები არ გაქვს დღემდე მე მაქვს რა ნაგა ხო უეჭველი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ცხოვრება გამინადგურდე მე გადავებ ჩემთვის რამე გითხოვს და დღემდე ტყუილი ანუ არ გითხოვს და ტყუილი იყო არა, ზოგადად რამე თუ იცი. წამოწდა რაღაცა. არა, ერთმანეთისთვის თუ გითქვამთ რაღაც ტყუილი რაც არა, ჩვენი იმენა, აი, როგორი ჩახსნილები ვართ, იცი, აი იმენა არა. ჩახსნილები და გახსნილები. პირადიც აღარა გვაქვს რა. აი რა უნდა მოვატყო. ჩვენ პირადი არ გვაქვს ფაქტიურად, აი, მორღვეულები ვართ. პირადი ჩვენ გოიმები, თქვენ ხართ ფანტასტიურები. Summersby-ს სიდრი უნდა დაგალევინოთ. ეს ალკოჰოლს ასვავს და ამისასაც მე და. ალკოჰოლს არსვავს, მაგრამ შენ და აი ეს ყავა დავლია ძალიან კარგია. მე დავლევ შენთან ერთად. Starbucks-ის ყავა. Starbucks-ის ყავა არის ნამდვილი თან ოფიციალური Starbucks-ები გვაქვს. გემრიელი იყო, აი. მაცალე რომ მათქმევინა სარეკლამო ტექსტი. ოფიციალური Starbucks-ები გვაქვს იმაში, რა ქვია, ბაზარში. გადაცემაში ოფიციალური ნაღდი ამერიკული. ერთი ცალი არ მეყო. აჰა, შეჭება და დალიე მეორეც ამას და ვაუ. ახე მართლა უყურებ და ყინულთან ერთად უნდა დალიო აუცილებლად. უფრო გემრიელია სიდრი ყინულთან ერთად და ძალიან გემრიელია. შენ არ დალიო. ლოთები. შენ რატო არ სვავ ალკოჰოლს? კარგი და ეს არ არის გემრიელი. მოუყვე რატო ვარსო და ამ ვიდეოს ქვემოთ კიდე კომენტარი დაწერო რა ეგრე მოუყვევი რატო გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს და ამ გენადრება დანება და ვერ სვავ? აღარ მინდა. მოგიყურებთ ყველანი მეცადებით ეს ლოთები და ლოთები არ ვარ ჩვენ უბრალოდ როცა გვინდა ვსვათ როცა გვინდა არა და შენ უბრალოდ ვერ სვავ. შენ როცა გინდება ვერ სვავ უბრალოდ. გაგიმარჯოთ. გაგიმარჯოს. წარმატებები ამ გადაცემას. ძალიან 4.5 აი თუ მოგიტყუებიათ მეგობარი ან ძმაკაცი ან დაქალი რომ რაღაც ნივთში რომ აი ამაში მეტი მაქვს გადახდი. აი რაღაცა რომ ამაში ამდენი მივეს და სინამდვილეში არ მიგიცია. მე კი. ნუ ყია ჟანრი იყო ხოლმე. და ეგ მოვისპე. სახში ხო ნაკლებს ვამბობ. ემუდან გამოვიწერე შარვალი. ეხა აღარა მაქვს ეგ პონტი. გავიზარდი ალბათ რა. ხო და იყო ხო ეს პერიოდები? კი. მე უფრო როგორ ვიტყვი. ყველანებასაც რო იმატებდი ის რა ქვია და აი ყველანებას ვიკლებ ახლა. ბაზრობაზე ნაყიდი ფერსაცმელი ბიჭო, თემა ორიგინალებია და აი ესების უმქონდა ხოლმე კიდე ჩვენ დროს რა იყო ხოლმე, წე პირველ მეორე კურსზე რო ვიყავი და უფრო პატარები, რომ რატომღაც არაფხიზელი ბიჭები რო უფრო მოდაში გეჩვენებოდა და არაფხიზელი მითამაში. არაფხიზელი გითამაში. კი, აი ყოფილა რომ ვითომ აი ტროსტებით ჯოქები ბიჭები. გითამაშია შეჭამ მთელი ცხოვრება არაფხიზელი იყავი, ეხა გამოფხიზდი წელიწად ნახევარია, რანაირად გითამაშია, სულ არაფხიზელი იყო. არა, ნუ აი იმენა გაგიცანი თუ არა აი თან ეს რო სვავდა აი ეს რო სვავდა ხო არის აი ადამიანები სვავენ ერთობიან რაღაც ანუ ამის გართობა იყო ძილი ეგრევე იშებოდი სადაც აი
ისეს მატრიალები რა ცოტა. სადაც ამის ფონტი ეგ იყო რა რომ აი ყველგან ცოტა ხოძე ვიყავი ხო. მარა ხოდიდო. ხო, აი რას ვიტყუები ხო? აი როგორი ტყუილები, მაგრამ მაგას ტყუილს არ მოეძახი. აი ნუკია სიმთვრალეა ეს? არა. შენ რაღაც ძალიან დაძაბული ხარ და ვერ მოეშვი. ადამიანი არა, პროსტა შენ რომ უთხარი მიერ იმის მერე სუგონია რომ ყველა რეაქციაზე რეაქცია. აშკარად, ხედა უკვე როგორ ზემოქმედე. ჩავერთი, კი, დავერთდი. კი, დაერთდი. ის იყო რა, მე მაგ როგორ ეს ბავშვებსაც მაგას, აი ტყუილს კი არ ვეძახი, უცად რაღაცას მოვიგონებ ამ ბავშვს. თითქოს ტყუილი რომ იმანის ქნა და რეაქციები მაინტერესებს და მე ორ წუთში ვეუბნები რომ კაი გაგეხმარ. კაი, გაგეხმარ. აი ეგ თუ ტყუილია, მაგით მაგრამ ვერ აი. რამას როგორი სიმთვრალე აქვს? აი გაჩნია. მე ხო რა, სიმთვრალეა რა. იყო სტანდარტული. აი სამე შემწყენია სამე გოგოს გავიხსნა რატომღაც დედის შუტკა, იგი იყო ყოფილა ეგეთი სიმთვრალეებით. რომ გაუხსნია დედაზე შუტკა. დედის შუტკა. ეგ თითქმის ყველა საძმაკაცოში გახსნილი სუჭკა. სუჭკა ძალიან ცუდია რა. კი, აი ნუკია. სუჭკაო, ყველა საძმაკაცოში. აი ნუკია იყო საძმაკაცოში კაკრას. სუჭკა. სუჭკა. ტრაშმანდოვკა. ხო და აი ეგრე რაღაცნაირად უდიერად მოგვიხსენიებდა ხოლმე რა. ხო, რა ვიცი. და ბუინ ავსვავ რა ზოგადად. უნდა გეცა. აღარ სოთკა რო. ანუ ესე მე ცოტა ვიყავებდით ხოლმე რა, არა. კარგი, მოკლედ ხა იცით რა შეასაქმე. სანამ თამაშებზე გადავალთ. ხო. მინდა ბაზარის ამბები გავაცნო ჩემს დავაი. community-ს. გინდა მოგეხმაროთ. გადავიდეთ არა. მე თქვენი მოხმარება ის იქნება რომ გაჩუმდეთ. ოკეი. შენ ძირითადად მე ისე ვუმატყვა. ესე იგი ბაზარში, მეგობრებო, 13, 14, 15 ივნისს ქალი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა გაიმართება, სადაც უამრავ საინტერესო ნივთს ნახავთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ. ეს ძალიან კარგი ამბავი და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ბაზარში 13-ში, 14-ში და 15-ში. ივნისზეა საუბარი. ეხლა თამაშს რა შეეხება? ხო, თამაშამდე სანამ უნდა მოვიდეთ? რა რიცხვებში უნდა? 13, 14, 15. ნუ. ვუზე. ოკეი. ხო და ასევე გეტყვით რომ ჩემთან ერთად არის ჩემი საყვარელი Starbucks-ი. ეგ უკვე წარვადგინეთ. ეგ უკვე თქვით. ჩემი საყვარელი Summersby, ეგეთ დავგინდა. ეხლა თამაშის დროა. აღარ არის ამდენი placement-ი საჭირო. ეგ გიჩქარით. თქვენი გშურთ და მე კიდე სპონსორები ვიყავს. შენ კიდე იწუწუნე. ესე იგი თამაშის ამბავი ასეთია. აბა დავაი. საათრის ისრის მიმართულებით გაგიკეთებ, ანუ კურსასმენს გაგიკეთებთ. და უნდა აუხსნათ სიტყვები ერთმანეთს. შენ ხო თამაშო? უნდა უკან ნახოს სიტყვა, კი არ უნდა აუხსნა. უნდა შეყვირო. ხო, უნდა შეყვიროს. ანუ ეს პირის არტიკულაციით რო ხვდები რა. პირი შეგიძლია იყვირო, შეგიძლია არ იყვირო. თავარია რომ პირის არტიკულაციით. აუ ეს მაგარია. ძალიან არ იყვირო, მაგრამ გაასწორებს ესე ძალიან რო იღრიაელოს რა. აი მაგარია მაგაში. ეს მაგაში მაგარი. მოკლედ, ვინც წააგებს, იმას ექნება სასჯელი. და სასჯელი არის არის. ანუ დღეს ერთ-ერთი თქვენგანი დაისჯება. მე მინდა რომ დავისაჯო, მე მინდა. დამსაჯე. დამსაჯე. ვინ გაიკეთებს პირველი? მე გავიკეთებ. მე ვიკეთებ და შენ დაიწყე. რას ვიწყებ? სამივე ვთამაშობთ, ხო? ხო. საათის მიმართულებით. მე უნდა მიგახვედრო შენ. მე აღარ მესმის არაფერს. სწორად მიჭირავს? ეს ქმედებით უნდა გავაკეთო თუ არა, პირი. ხინკალის ჩვენ ორივე კანახოთ, ხო? ფუნჯიო, ჩემ ხინკალი. ხინკლის კუჭი. ხინკლის კუჭი. Yes. რა კაი სიმღერა. ბრავო. ეხა შენ, ძალიან კაი ჯგუფია ჩართული. ხელებით ნუხსნიო, ნატალიამ. ეხლა ვინ ხსნის ეხლა? შენ აუხსენ, თქვენ დაწყვეტ. მე რა უხსენ? ეხლა რა? შენ უნდა მანახო ფურცელი. მე უნდა განახო ფურცელი. ხო, არ დახედო. შენ გადი იქით გაისერნ ახლა. კაი. ჩაწიე. შვრის პაპა. შვრის პაპა. ხედავთ გენიალურად. მაგარია, ძმო. ხედავ, ეხა შენ. ტიკრიკეცე. მე აუწიო. მოიცადე, ეხლა ნატალია ავიბენი, ვერ ხვდები როგორ. შენ აუწიე. მოიცადე. არა, რა შენ ამასაჩვენე? სოფლის კვერცხი.
მართალი ვარ ხო? ესლი შეცდომა მოხდა ძალიან. დავაი. ერთი, ყველას ერთი გვაქვს. ანუ ყველაფერი გავუკეთეთ შემოუჩი. ეს და დაწავაკითხეთ. სო, ვისაც ეთია იმას უჭირავს. დავაი. მე განახი. აუ. არა, შეჩება მაინც. ხო, შენ გიჭირავს. შენ აცი. მიდი. კაი. შვილის ნუკრი. შვილის ნუკრი. გესმის? უეჭველია. გესმის? ჩემი დედა გადაობ გაჩუმებულია რა გათიშულია? პონტია. მეთქი რაღაცა ჩუმი მუსიკა იყო. აფერისტი ხარ? მეთქი ეგეთი. ამ ჩაგვეშალა. მეთქი ამ გადაცემის ფორმატია ეგეთი. ეგეთი რომ ჩართეთ მუსიკა. არ არის მუსიკა. აჰა. არ არის მუსიკა. რა შვები, მუსიკა არ არის. მე მეკათო სულ ეს შენი მე ჩემი ჯერია. რა შვები, ხო? მუსიკა ისმის, ნახდაც ეს ისმის. გადავაგდოთ. რას მანახე? ძალიან ფუსას მანახე. გადიწეს. ხო. სიცხის საზომი. სიცხის საზომი. კეჩუპი? ეს მაგარია მაგაში. სიცხის საზომი. სიცხის საზომი. ჯინსის საშრობი. სიცხის, ჩემი საყვარელი სტუმრები ხართ სამუდამოდ. სიცხის საზომი. სიცხის საჯდომი, საზომი. სიცხის შulis საშომი მესმის ეხლა იმენა. აი მაგრამ ვიცი რომ ეგ არის იქნება მაგრამ ეგ არის. შვილის უჩებით მაგათვე შulis საშო. ჯინსის საშრობია ან შulis საშო? არა. სიცხის საზომი. საბო, დაეხმარე. არა, არაფერს არ დავეხმარები, მაგრამ შენ გაჩუმდი. რა პონტი. სიცხის საზომი. მოდი მე რაღაცის საშრობი. საშრობი ეგ არის. სიცხის საზომი. მაინც მე გეტყვი და შენ ნუ ეუბნები. არა. სიცხის საზომი. აი ეხლა აი, მთელი შენ გადაცემა უთხარი თუ ამას მაგარი უნდა ხარ. დაუთმოთ ვერ მიდი, გავიგე. უთხარი. სიცხე. სიცხე არა, რაც წერია ის. საზომი. სია. ფუშენი. ვერ გამოიცნო. ერთი ხურით ნაკლები გაქვს. სისინი. არა. საშრობი. წადი რა ერთი ხურით გეხვეწები ნაკლები შენი გაქვს და დიდი ნერვები შანსია რომ დაიმასქო. და რა არის? რა სიცხის საზომი. საშრობი. ხო რა აუ. მიდი ხა ჩემი ჯერ რა მე დარჩო. ძალიან მარტივი ყოფილა რა გიქ. შენ უნდა მაჩვენო. ეს არ მინახავს. კაი. მე უნდა დავიჭირო მომე. ეს არა. ეგ არა, გადადე. დავა. ნაფიცი მსაჯული. ქნაფა. ნაფა. ნაფა. ნაფიცი. აფით. ნაფიცი. აფით. თუ. ჭუგურო. აჰა. აფით ფაჩუნი. ნაფიცი. ფაჩუნი. ნაფიცი მსაჯული. დიდება. ნაფიცი მსაჯული. ეგ არის. ნაფიცი მსაჯული. ეგ არის. ნაირად გამოიცანით. ეგ არის შეჩემა დაკვირვება. ბრავო. არტისტიზმი. ეგ არის. რას ვიზახდი ტაფით რაო? ტაფითი საშრობი. და რა, ნაფიცი მსაჯული. შვილის საშო არის ყველა ტოპ არის. ეხა მე ჩემი მეთქი რა სუაშია, მაგრამ სხვა არაფერი აღარ მქონდა. ეს გამოიდია. მოატრიალე. სარფიანი გარიგება. სარფიანი გარიგება.
რა ხდება? და სარფიანი გარიგება. რაღაცა? სარფიანი გარიგება. სარფიანი გარიგება. სარფიანი გარიგება. სარფიანი გარიგება. Yes! მოკლედ, შენ წააგე მარტო მე. რა, ერთით მათო? კაი, ერთით. წავაგე, ხო, უნდა ვიტანჯო რა, ვერ ხვდები. სხვა რაღაცაზე მე ფიქრება, აი, თუ დარჩა უნდა ითამაშო, აიღე. რა? აიღე მიდი. რა? არა, ეგ დარჩა რა მე. კი, ეგ არის. ეს არა, მოიცა. მე უნდა უხსნა. ამან მე უნდა ხო, დავай. არა, ეს გეჭიროს, ის უკვე იყო. ეგ გეჭირო შე. მოებძადე. ჩართულია მუსიკა გესმის? მუსიკა გესმის? აი ეს არენდოთ. მუსიკა. კი, რა ფერისტია? არენდოთ. ლომის ბოკვერი. სოფლის ბოლო. აი როგორი დარწმუნებით ისაკისთან აი მე. სოფლის ბოლო. ლომის ბოკვერი. ლომის ბოკვერი. ოჩა. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც -1 ქულა მაინც შენ დამსაჯეთ. 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 მეც არ ვიცი რა არის სასჯელი დედას გეფიცები. ვიმჯის ოღონდ ეგ მითხრა. ნუ ერთადერთი ცხოვრება არ დაუნგრიოთ და რამე. დედას გეფიცები თუ ვიცოდე. 2 წუთის სასჯელი. ოკეი. 2 წუთის განმავლობაში ბაზრის სივრცეში უნდა იპოვო ადამიანი, ვინც შენთან ერთად უმუსიკოდ იცეკვებს კამერების წინ. აი უნდა მოათრიო აქ უნდა და რა უხერხულია ეს ყველა. დავაი, ბრავო! მოიყვანე ვინმე. მიდი დავა მალე შეჩემავ გაწავიდა წამზომი ჩაი. რო ვერ ვიპოვო კიდე ხოდა. არა. მიდი აი მოიყვანე უბრალოდ და აი მედი აცე. მიდი მოიყვანე. გოგოს მოიწვეცე. რა მნიშვნელობა აქვს კაცო, ვინმე უნდა. იცეკვებ ჩემთან ერთად. აქ მოდით აი აქ. კამერების წინ და ისა რა ქვია მუსიკის გარეშე. მე იმას აქ მოდით, აი აქ უნდა იცეო. შენ გაიხარე ძმაო ჩემზე ხოს. არარარარა რამ დამ დამ. იმენა ესე უნდა ვიცი. როგორც გაგიხარდება? ესე რა ხო. რამ დამ მუსიკის დამ. უმღერი მუსიკის გარეშე უნდა იცეო. შეჩუმე. მოდი ცოტა თან. ბრავო! ესენზიანი და თედო გეყო. გამოდი და ესე აგახტი. თედო ეგ არის ხო? ეგ არის დაჯექი. მადლობა. მადლობა ჩემო სიცოცხლე. თედო ძმაო გაიხარე. მადლობა. აი ესე, მოკლედ მეგობრებო. მაგარი სასჯელია, თედო და დამსაჯა. მაგრა დაგსაჯა. პირველი სასჯელია. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად დღეს. ისე მალე დავთვალე. მართლა. იცი უსაჩუქროთ არ გაგიშვებთ, ნუ გეშინია. აუ მე შენი ერთი ის რო ნახე. იცი რა იყო? შენი ის ნახე, ერთ-ერთი ეს რა. რა. გადაცემა. და იქ აჩუქე შენი მაიკები. ხო და დღეს არ მაქვს ეგ მაიკები. ძალიან მაგრამ ყვავილები მაქვს თქვენთვის, რაიმე, აი კაკა ჩემი მეუღლე მიყურებს იქიდან და ორი წამი მივართ მე რა ბოძიშვილი. აუ. მიაფიქსირეთ ყველა. ეს შოუსთვის იყო რუსკა ეს მე შენ გაჩუქე. ნათი ამოგიტანე ეს. აი მე ძალიან მიყვარხარ მართლა. ორივე ხართ ყველაზე უსაყვარლესი უსაშველოები მსოფლიოში. მე ჩემი ძალიან მიყვარხარ. მადლობა რომ იყავით დღეს რა ბაზარიაში. ეგ ბაზარი იყო მეგობრებო, ეს ორი ფანტასტიკური ადამიანი. და რას გეუბნებოდი? ერთი გადაცემა ვნახე რომ შენი მაისურები აჩუქე გული რომ. მაგ მაისურებს გამოგიგზავნი? ხო, მაგრამ პირდაპირ სახლში შენ შენ რა გონი შენ მაგრამ მეუღლეს. მომწონს ეგ და დააპიპინეთ ხოლმე ჩემ სახელზე. და შენ ის ვიფიქრე დასაწყისში თუ მომცემდი ჩავიცვამდი. ხო და აი დღეს ვერ მოვახერხე, თორე მაგის გარეშე დაგთავაზდი. არა, გქონდა შემდეგი. კი. მიყვარხარ გიждები თქვენზე, ძალიან მაგარი იყო თქვენთან ერთად ყოფნა. შემდეგ სამშაბათს ანუ 100%-იანი შეგხვდებით და კითხავთ რა ბაზარია და დღეს ეგ ბაზარი იყო. დავაი, გამოიწერეთ არხი და შავი რეკეთ სამშაბათს. ზე გოგო.